მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ახლა ბათუმში ვართ ევროპის მოედანზე, სადაც განახლდა საპროტესტო აქციები არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით. როგორც დაანონსეს ამ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა, ეს საპროტესტო აქცია არის უწყვეტი. ვიდრე არ დასრულდება კონსტიტუციური გადატრიალება ქვეყანაში, ასე აფასებენ აქციის მონაწილეები, ასევე კონსტიტუციონალისტები ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს, როცა მათ შეეჩერეს ევროინტეგრაციის პროცესი და მიიღეს გადაწყვეტილება ასევე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გადაიდოს 2028 წლამდე. ასევე როგორც კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, ირგობა კონსტიტუციამ, რადგანაც პარლამენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომ შეკრებილი იყო და გაემართა პირველი სხდომა, ვიდრე სასამართლო არ განიხილავდა არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელებს. მსგავსი სარჩელებით მიმართა სასამართლოს როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წინამორბედის პარლამენტიდან ზამილები ამ ბათუმის საპროტესტო აქციაზე როგორია? ეს ფილმი თუ გავიდა, მეცოცხალი სახლში არ წავა. გავხსნით ერთ-ერთი აქციიდან თბილისში. რის გამოხატვა გინდა თქვენ ამ ტრანსპარანტებით, რო გითხრათ? რის გამოხატვა გინდა ამ ტრანსპარანტებით? ხო, მახსენა ჩვენმა ახალმა პრეზიდენტმა რომ დიპლომი არ სჭირდება. ხო და მეორე ნაწილი გამოდის, ხოლო საქართველოს ხდება, საქართველოს კინოთეატრებში. გარკვეულწილად ხო საქართველოს. და ეს ფილმი თუ გავიდა უკვე? ეს ამის გაგრძელება. ეს ფილმი ეს ერთ-ერთი ამაოს უკვე რომელიც გამოვიყენეთ, ამის ეს ფილმი თუ გავიდა მე არ ხო, აი აგერ ეს არის დასაწყისი. აქ დაიჭრა დასაწყისი. არა, აქ დასაწყისი. დასაწყისი. მაშინ ხო. ეს კლასო მომწონს. კლასო მომწონს. ხო. ეს კიდევ ერთი ტრანსპარანტი ბათუმის საპროტესტო აქციიდან. ასეთი ვითარება ამ დროისთვის ბათუმში, ბათუმის ევროპის მოედანზე, და ადამიანები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ იმისთვის, რომ გააპროტესტონ ევროინტეგრაციის შეჩერება და ქართული ოცნების გადაწყვეტილება, როცა მათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გადადეს 2028 წლამდე. გავიმარჯვოთ ხოდა, გავიმარჯვოთ, დავამარცხოთ რუსები. გავყაროთ რუსები და წავიდეთ ევროპაში. რა არის თქვენი გზავნილი დღევანდელი აქციიდან მოგვიხევით? თქვენ მოყვებით ბავშვებთან ერთად, შვილიშვილები არიან? როგორ? თქვენი შვილიშვილები არიან? ხო. რატომ გადაწყვეტ მოსულიყავით დღეს ამ აქციაზე? ამათთან მომავალზე ვფიქრობ. ასენი მომავალი ამათთან ევროპისკენ. რა ევროპისკენ? არა რუსები. მათი სურვილია, მათი არჩევანია. რა არის ახლა საფრთხე, რა ეტაპზეა ჩვენი ქვეყანა, სად ვართ? გარდამტეხი ეტაპია და დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. სამართლიანი ბრძოლა არის ქართველი ხალხის და გაიმარჯვებს დარწმუნებული. რა არის საჭირო ამისთვის, რომ გავიმარჯვოთ? რა არის საჭირო დღეს ამისთვის? რა ფაქტორებია დამოკიდებული გამარჯვება?
გამარჯვება ძალიან ახლოს არის. რაზეა ეს დამოკიდებული? რა არის მთავარი ფაქტორი, რომ ხელახლა არჩევნები შედგეს ქვეყანაში? ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს. ჩვენი ეკონომიკა, ყველაფერი, პოლიტიკური მომავალი. ჩვენი წინაპრების დანატოვარი გზა არ უნდა შეუცვალოთ. არჩევანი ყოველთვის ქართველ ხალხს ევროპისკენ კონტაქტზე და ისე უნდა გავაგრძელოთ ჩვენ. მადლობა. ამ იდეების უზრდი ამათ, რომ ამათ ევროპის გზაზე თავისუფლად უნდა იაროს. მადლობა. აი ხალხი. გონიცმედით გზავნილებს ბათუმის საპროტესტო აქციიდან, როგორც ხედავთ, ისევ გაივსო ევროპის მოედანი და ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეები დღესაც აპირებენ რომ მოაწყონ საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. სხვადასხვა პროფესიის ადამიანი შემოუერთდა ამ საპროტესტო აქციას. როგორც ხედავთ, აქ არიან ახალგაზრდებიც, არის უფროსი თაობაც, არიან მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები. გავისაუბროთ ერთ მასწავლებელს ქეთი გიორგაძეს. ოდიში რომ გაწყვეტილი საუბარს, რომ გაგესაუბროთ, ხო შეიძლება? ბოგდანე ქეთი. მოგეთ რა საფრთხის წინაშე ახლა ქვეყანა, თქვენ როგორ ხედავთ? რა ეტაპზეა ახლა საქართველოს? ძალიან კრიზისულ სიტუაციაშია საქართველო. ალბათ მთელი საქართველო უნდა დადგეს ერთხმად, გონივრულად, ჭკვიანურად, ვაჩვენოთ რომ მართლა ევროპულიერი ვართ, ჩვენი სათქმელი თქვათ ისე რომ ევროპის ნაწილი ვართ და თუ არ დაუდგებით ეხლა ერთად ალბათ წლებით გადაადგილდება ის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გვია. დგას იმ საფრთხის წინაშე რომ 25 თებერვალი შეიძლება გაგვიტევოს. ეს უნდა გაიცნობიეროს ქართველმა ერმა და ანუ ოკუპაციის საფრთხის წინაშე ვარ ჩვენ ახლა რეალურად. თუ კი პასიურები ვიქნებით, თუ არ ვიქნებით, ილიასი არ იყოს გაგვიწებული ადამიანები, აშკარად გავართ ამ საფრთხის წინაშე და ამას შელამაზება უკვე აღარ შველეს, არც წარმომადგენლობა და არც რაღაც. დაიხიოს უნდა უკან ხელისუფლება. როცა მომავალი დგას ქვეყნის და ხელისუფალი წინააღმდეგები შეძლოს მომავალს, ამ ხელისუფალს არ აქვს მომავალი. რა რესურსია ახლა ჩვენს ხელში, რა შეგვიძლია მოქალაქეებს, რა ფორმა უნდა მიიღოს იგივე წინააღმდეგობამ, რომ ამას გქონდეს შედეგი და მივახცეთ ხელახლა არჩევნებს. მასიური გაფიცვები, თუნდაც სკოლებში მე მასწავლებელი დაუმორჩილებ. თქვენ მასწავლებელი ხართ? არასოდეს არ ყოფილა მომხრე, რომ გაკვეთილი გავეცდები. მაგრამ მე კი არა, მიხეილ ჯავახიშვილი მომწოდებდა საკუთარ სტუდენტებს გამოდეთ. ეხლაც ის დრო არ უნდა გამოვიდეთ. აპირებთ ეხლა რომ გაიფიცოთ, მაგალითად ხალ ჩაატარეთ გაკეთილ. როგორ ვარ, იცი თუ მივდივარ სკოლაში, იმ ბავშვს ვერ დავტოვებ. პასუხისმგებელი ვარ, მაგრამ მოდი რა, ეს ასე ვთქვათ, ყარყარე ხელმძღვანელები რო ყავთ, ესენი უნდა მიხვდნენ, რომ დადგეს ამ ბავშვების გვერდით. აპირებთ ხოლმე სკოლაში წასვლას თუ ჯერ არ მოგიფიქრებიათ? ჯერ არ მოგიფიქრებია, მაგრამ დაანონსებული აქვს მასწავლებლებს, რომ დააკეთოს გაფიცვა. ან ბევრს აქვს ეს პოზიცია, რომ შედგეს გაფიცვა, ხო? მე ვთქვი, რომ მასწავლებლების მოაზროვნე ნაწილს აქვს ეს პოზიცია და მოდი 20 წლის წინადაც გიჟებს გვეძახდნენ იმ მასწავლებლებს, რომელსაც ჰქონდა ეროვნული პოზიცია და ჩვენი სათქმელი თქვი და მე მგონია მაინც კლიმატს მოაზროვნე მასწავლებლები გქონდა. ხო, აი საინტერესო ასევე თქვენ როგორც მასწავლებლის ან ქართულის მასწავლებლის პოზიცია ბოლო გადაწყვეტილებაზე, როცა ამოიღეს ეროვნული საგამოცნო პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებები, ხო იყო ვაჟა შავლაშკოს პოლიტიზმი და პატრიოტიზმი, ასევე ილიას ბედნიერი, ყარყარე თუთაბერი. ეს არის ერთი მორიგი გადაწყვეტილება და არის დასაბუთებული თუ ჩანს აქ კონკრეტული რისკები. ამას იმდენად გარეგნულად ლაპარაკობენ, ჩვენ ვადახმებთ ამას ყველაფერს მასწავლებლები, მაგრამ ეს იმდენად უცებ ხდება ყველაფერი, რომ მასწავლებლები აი ასე ვთქვათ,
საშინელ სიურპრიზებს ღებულობთ, ისე რომ გააზრებას ვერ ვახერხებ. ყველაფერს ხო უნდა გადახარშვა რა არის ცუდი და რა არის კარგი. მაგალითად ილიას ბედნიერი არ უნდა ამოიღო. თუ ხელისუფალ სურს რომ მართლა დაგვამს გავსურს ბედნიერებს, უნდა ამოიღოს. მეორე მხარია ვარვარე თუთაბოში. რა ვიცი, ძველი ბოლშევიკები ცნობდნენ საკუთარ თავზე ალბათ ამოიღეს, იმიტომ რომ საკუთარი თავზე. ამათ რატომ ამოიღეს თქვენი აზრით ვარვარე თუთაბერი ასევე ილიას ბედნიერი? არსებობენ განათლებული არამზადების და არ ვიცი ასე ვჩვენე. მე გამიკვირდა რომ მიხეილ ჯავახიშვილი რატო ამოიღეს. უბრალოდ ყველაფერს უნდა ახდეს ლოგიკური განმარტება. რატო? და ეს არ უნდა იყოს მასალებისთვის რაღაც მოულოდნელი სიურპრიზი. იწყებენ თქვათ რეფორმას, შუაგზაზე შეცვლიან ამ რეფორმას, ჯერ ითხოვენ რომ ყველა მასალებელმა უნდა ჩააბაროს ეს გამოცდა, შუაგზაზე ეს საგამოცდო სისტემა იქცა კორუფციულ სისტემად, რაღაც ფულების შეგროვების და ბოლოს ეს სიურპრიზი და ხომ ჩანს რომ ქართულ ოცნებაზე ერთგვარ დაშინებს შეიძლება დემოკრატიული ღირებულებები, ლიბერალიზმი, რაც იყო რაღაც ყველაზე მთავარი სათქმელი, ხო? მთავარი ღირებულება თქვენ ილია ჭავჭავაძისთვის. ალბათ ვერ აშინებთ, უნებრივი აშინებთ, იმიტომ რომ რაღაც წესის დაცული არ არის გარეგნული. მაგალითად ხანდახან წესებს არამზადები პროიცავ და მაგალითად არამზად ადამიანები ძალიან კარგად აქვს ზუსტად მისი სიტყვები არ მახსოვს გაწყვეტილი არამზად. მაგალითად გრიგოლ ხანძთელის მოკლე ეპისკოპოსმა გადაწყვეტა, რომელიც არაბთა მოსყიდული იყო და ხშირად არამზად ადამიანები ყველაზე სურდას, ყველაზე წმინდა შეეხებიან და იქ ჩაგაფურთხებენ სუჭი. და ამას ისე აკეთებენ, ისე შელამაზებულად, რომ სანამ ბოლომდე არ მიყვება ფინალთან, ზოგჯერ ვერ იაცნებ ადამიანი, იმიტომ რომ სურდა ადამიანი, შენაც სურდა თვალით უყურებს მის გადადგმულ ნაბიჯს და ბოლომდე ელოდები, რომ რაღაც კარგი მოხდება. მე კი არა სანამ დიციენტაბიძეს დავრეტებ, ასეთი რიგონებია, საბჭოთა მიწავ იკოცნებ ესოც ახალ ცხოვრების ვარალავებდე. რაღაცას ბოლომდე ეძებდა ქართული ერი, აქვს, სანამ ბოლომდე არ გაგვიმეტეს და განსაკუთრებით არ გაიმეტეს ახალგაზრდობა. და პათობე 30 წლის წინ მიდები, აქ და პათოლოგები არც ერთი არ არის. აქ ჩამოიარეთ, თქვენ ნახავთ მასალებს, რომელიც 30 წლის წინათ, 31 წლის წინ 9 აპრილში დგენდა. ყველა შემდგარი პედაგოგია. რა ვიყოთ, ჩიმედლები არ მიგვიღია, მაგრამ ჩვენი გაზრდილი ბავშვებით გასაკა. ხოდა არავის არ აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ვიდექით, გვინდოდა რომ პრობლემები გადაწყვეტილიყო სკოლის მერხზე, გადაწყვეტილიყო კაბინეტში და არა ქუჩაში. აიცულეს ეს ხალხი, რომ ქუჩაში გამოეყვანა. და მივდივართ პრაქტიკულად იგივე წრეზე, ხო? შეიძლება იგივე ოკუპაციის. მაგრამ მე მგონია ბევრად მეტი გამოცდილებები გვაქვს და დასათმობიც აღარაფერი გვაქვს. აღარაფერი გვაქვს დასათმობი და აღარ უნდა დათმოს ქართულმა ხალხმა. აი ბოლო გადაწყვეტილებაზე რას ფიქრობთ, როცა ამერიკამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან? ეს რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის? ეს ჩემთვის ძალიან დიდი ახალ ადმინისტრაციასთან დავილაპარაკებთ დღეს ირაკლი კობახიძემთან, ანუ იგულისხმება ტრამპი, როცა უკვე შეუდგება თავის გამოცდილებას. ისევ ხალხი ვზარავდებით, რაღაც ობოლიერის და მიტოვებულის განცდა არ მინდა მქონდეს. ჩვენ გვჭირდება ხალხს, იმ ხალხს, ვისაც გვაქვს მართლა ღირებულებები, ახლა გარდაჭერა. რა უყოთ, თუმცა ჩვენი ბრალია. იცი, მთელი ამ ბრძოლების განმავლობაში, რაც ჩემ თაობას გადაუტანია, ყველაზე მეტად რა მომახსოვდებოდა, იცი, ვიბრძოდით და როცა იწყებოდა ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ანუ ხეთსკამებთან ყველა გვერდზე დგებოდა ის მადიოსანი ადამიანი და იწყებოდა ახალი წრე და ღმერთით გავიმარჯვო დამთავრება ეს არ უნდა გააკეთოს. არ უნდა გყავდეს ხელისუფალი 10, 12, 15 წელი. საკმარისია ისეთი ბატარეების მიფეროვა. Aitäh Helverkeks Sven საპროტესტო აქციაზე.
თვითონ დავასრულოთ უკაცრავად. და მთელი ცხოვრება არ შეიძლება სამშობლოს სიყვარულისთვის და თუნდაც იმისთვის რომ რაღაც სინდისთან ხარ პატიოსანი. ზარიკოს დოჯანაშვილის არისო გარდამავალი წამი, როცა ყველა მიცის ვინ არის პატიოსანი ადამიანები იყვნენ დაიჭირდნენ. ხო და თავი ღმერთით ეს თაობა თავისუფალი თაობაა, თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ და რაც არ დასათმობია, ვიცი რომ არ დათმევენ და ჩვენ მათ გვერდით დგევართ დედები, ქალები, ქალბატონები, მასწავლებლები. დიდი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება. ქეთი გიორგაძე იყო ეს მასწავლებელი ბათუმიდან. კიდევ ერთ მასწავლებლად შეგვიძლია მოусვინოთ. პიროტექნიკა გაისროლეს ახლაც ბათუმის აქციაზე და ჩვენ ხედავთ რომ პიროტექნიკა არის გახდა ერთგვარი თავდაცვის საშუალება, ხო, საპროტესტო. თავდაცვის საშუალება გახდა ერთგვარად თბილისში საპროტესტო აქციაზე და ურტყამენ აქციის მონაწილეებს, ძალადობენ მათზე, ჩვენ ნახეთ და თითქმის ყველა ღამე არბევენ ამ საპროტესტო აქციას, ხო? სცემენ მონაწილეებს დაკავების დროს მათზე ფიზიკურად ძალადობენ პოლიციელები, ასევე ძალადობენ ჟურნალისტებზე. რატომ იქცევა ასე ხელისუფლება თქვენი აზრით? ჩემი აზრი მაქვს ამაზე აუცილებლად ადამიანი, როდესაც სახელმწიფო არა, იმას ახასიათებს ხოლმე ეგეთი ქცევები. ეს არის ჩემი აზრით უკანასკნელი გაერება ამ ხელისუფლებისა. როდესაც მეტი ძალა ამათ არ შეცემს, მეტი ძალა არ შეცემს ამ ახალგაზრდობის წინაშე. როდესაც ძალიან ჩვენი ქვეყნის ხო წინსვლას სად მდებარეობს, რაში მდებარეობს და როგორ უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა წინ. აი მე როგორც ახლა საითკენ მიდის ჩვენი ქვეყანა? თუ ამ ხელისუფლებას ჩვენ ასე თავს დაუხლებს, ხო? მე ვიტყვი რომ ქვესკნელისგან მიდის ჩვენი ქვეყანა. ისე უბრუნდებით იმ დროში, საიდანაც ძლივს გამოვედით. ხო? მე არ ვიცი ახლა. ანუ საბჭოთა კავშირში? დიახ, საბჭოთა კავშირში. აი სადაც ხო? აი რუსიფიკატური წყობილება. მეც პროფესიით მასწავლებელი ვარ და ფილოლოგი ვარ. ხო და მეც მართალია ახლა არ ვარ მოქმედი. აი ახლა არ მუშაობ სკოლაში? არა, ახლა არ მუშაობ სკოლაში. გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ისტორია ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი მასალაა. არ უსურს და არ მინდა ჩვენი ქვეყანა დამონებული, დაბეჭავებული და დაჩაგრული ვიხილო. მადლობა, თქვენი სახელი? მანანა. გვარი? ჯღამაია. მანანა ჯღამაია, მადლობა. თქვენის ფენ გზავნილებს საპროტესტო აქციიდან, მოусვინოთ აქციის სხვა მონაწილეებს, თუმცა მანამდე მე როგორც გავიგეთ, დღევანდელ აქციას ასევე შემოუერთდნენ ადვოკატები, მათ აქვთ რაღაც კონკრეტული გზავნილები და განცხადებები. ჩვენ აი აქ ვხედავ ლელი ბჟალოვას ერთ-ერთ ადვოკატს, რომელიც ხელმძღვანელობდა აი ამ აქციას ადვოკატების შემთხვევაში. მოგესალმებით ადვოკატებო. ლელი ბჟალოვა და რუსლან ბერიძე. მოგეთ მოგვიყევით ადვოკატების გაწყვეტილების შესახებ. გაწერია განცხადებაში, რომელიც დღეს ადვოკატებმა გაავრცელეთ. აი დღეს აქ მაქვს თან განცხადება საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმში მოღვაწე ადვოკატების ნაწილმა კატეგორიულად გმოვთ ამ ძალადობას და ვემიჯნებით იმ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და მისი საპოლიციო დანაყოფები. საქართველოში მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ბევრი ფაქტი, როგორ უსწორდებოდნენ და გაუწორდნენ. ხედავთ უფლების დარღვევას აი ამ აქციაზე პოლიციელების მხრიდან. მოუწოდეთ ჩვენ სახელმწიფოს რომ არ დაუშვათ ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ არაადამიანური მოპყრობა და ასევე პოლიცია ჩემთვის არის დღეს მილიცია ის პოლიციელი რომელიც ხელს დაარტყამს და არაადამიანურად მოექცევა თავის მოქალაქეს პატრიოტიზმის გამო ხალხი გამოსულია ქუჩაში ხალხო. ანუ ბათუმში რამდენი ადვოკატი გამოვიდა ამ აქციაზე, რამდენმა ადვოკატმა მოაწერა ხელი ამ განცხადებას? ამ განცხადებას 50-ზე მეტი ხელმომწერი ყავს, მაგრამ გამოვიდნენ 20 კაცი, რომელმაც სულ რამდენი ადვოკატია ბათუმში? 400 ადვოკატია ბათუმში, მაგრამ მზაობა გამოხატეს და მხარდაჭერა ზოგმა სამსახურებოაც ვერ მოახერხა, ზოგი ქალაქიდან იყო გასული, მაგრამ ჩვენს განცხადებას ხელს აწერენ და რომელიც ადამიანი დღეს გამოსულია
მიტინგზე იმ ადამიანებს უყვართ საქართველო, რადგან ეს საქართველოა ხალხო ილია ჭავჭავაძის, რომელიც ამ ბრძოლისთვის მოკლეს რუსებმა და ამ საქართველო მოვიდა ასეთი ადამიანების სისხლით დღემდე და ჩვენ ამ რუსეთს ვერ ჩავაბარებთ ამ საქართველოს და მე ყოველთვის დავიცავ მილიციის წინააღმდეგ ნაწამებ ადამიანს. მე ვარ დამოუკიდებელი ადვოკატი, რომელიც არასდროს არ ყოფილა არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებული და მე ვდგავარ იქ, სადაც ჩემი არის თუ არა ეს ქართული ოცნების ხელისუფლება არალეგიტიმური ესეთი შეფასებები აქვთ როგორც კონსტიტუციონალისტებს, ასევე ჰელსინკის კომისიას, რომ არ აქვს ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას. თქვენ როგორც იურისტი, როგორც ადვოკატი, ხედავთ რომ დარღვეულია კონსტიტუცია და ეს არის კონსტიტუციის გადატრიალება ქართული ოცნების მხრიდან. რა თქმა უნდა, დარღვეულია და ამაზე ყველა დუმს სამართლებრივად, რომელიც იურისტი ამაზე ხმას არ აიმაღლებს, რომ კონსტიტუცია საქართველოს დაარღვია ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და გადათელა და ამისათვის იყენებს ძალას. ბუნებრივად ვერავის უფლებას ვეღარ დაიცავს თქვენ, როცა კონსტიტუცია დარღვეულია. რა თქმა უნდა. ამ უფლებით ჩვენ ვერ გამოვართ გარეთ და ჩვენ ყველა უნდა დავტოვოთ საქართველოს. რა გამოსავალს ხედავთ ახლა სამართლებრივს, რა ლეგიტიმური გზაა მოქალაქეებისთვის, რომ წინააღმდეგობა იყოს ეფექტური? არა ძალადობრივი გზით უნდა მოხდეს აღნიშნული დალაგება, რომელიც ადამიანი დგას და თავის პოზიციას გამოხატავს და პოლიციელი მიუვარდება თავში რაღაც ჩაარტყავს, გათიშავს და ამაზე ხელისუფლების წარმომადგენელი არ მოითხოვს გამოძიების დაწყებას, აქ უკვე რა კანონზეა საუბარი. ან გამოძიება იწყება ზოგიერთ შემთხვევაში, მაგრამ არ დგება კონკრეტული შედეგი. არ დაწყებულა არც ერთი პოლიციელის მიმართ. არ დაწყებულა ჩვენ კადრი ჩვენ არ გვინახავს დაშლილი პოლიციელები. არ გვინახავს დაშლილი. არა თუ ამ აქციაზე, არამედ წინ არაერთ აქციაზე, როცა იძალადნენ ადამიანებს. ყოველთვის ამბობენ რომ სააკაშვილის პერიოდი. სააკაშვილის დრო გავიდა, წარსულს ჩაბარდა, გავიდა წლები და ჩვენ ეს ხელისუფლება იმიტომ მოვიყვანით და შეიცვალა, რომ ზუსტად იმ რეჟიმში რაც არ მოგწოდა, ის არ განმეორებულიყო და ჩვენ კიდევ გვართ გარეთ, კიდევ გვიწევს ხალხის დაცვა. მე ვიცი. და არ მხოლოდ უკვე უფლებების დასაცავად გამოდიან ადამიანები ქუჩაში, არამედ უკვე ოკუპაციაზე ალაპარაკი. საქართველოს დასაცავად ვარ. უფლებებზეც ვეღარ ვაკეთებთ აქციებს. საქართველოს დასაცავად. ესეთი მსგავსი აქციები საქართველოს დიდი ხანი არ ყოფილა. აქ ჩვენ ხელისუფლებას ავთხოვთ რაიმე ისეც რაც ჩვენი ქვეყნის აზიანოა. ჩვენ ვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებას. მადლობა, ეს ლელი ბჟალავა იყო ადვოკატი ბათუმიდან, რომელიც საუბრობდა იმაზე თუ როგორ და რა პოზიციით შემოუერთდნენ ადვოკატები საპროტესტო აქციას ბათუმში. საპროტესტო აქცია კი არის როგორც იყო დაანონსებული უწყვეტი ბათუმში. დღესაც 5 საათიდან შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები ბათუმში. მანამდე კი რამდენიმე დღის განმავლობაში ეწყობოდა ასევე საპროტესტო მსვლელობები აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ, სადაც რობოკოპებიც გამოიყვანეს გუშინ წინ, თუმცა მათ გაეცალნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები და ამჯობინეს, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ დგომას მოეწყოთ საპროტესტო მსვლელობა. ჯერჯერობით აქციის მონაწილეები რჩებიან აი აქ ბათუმში, ევროპის მოედანზე. ისინი ელოდებიან სხვებს, ვინც ასევე შემოუერთდება ამ აქციას, თუმცა დღესაც საკმაოდ ხალხმრავალი აქციაა ბათუმში, ევროპის მოედანზე. და არაერთი ჯგუფი, არაერთი უმაღლესი სასწავლებელი, არაერთი პროფესიის ადამიანი უერთდება საჯარო განცხადებებით აი ამ პროტესტს. მოგესალმებით, ბატონ მამუკა, შეიძლება ერთი წუთით? შეიძლება? ბოდიში, ბათუმის პირდაპირ ეთერში ვართ. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი შემოუერთდა ასევე ამ საპროტესტო აქციას, თქვენ გქონდათ ღია და საჯარო განცხადება, ხო რომ გითხრათ თავარი საფრთხე თქვენ რა დაინახეთ, რა ეტაპზეა ახლა ქვეყანა? თავარი საფრთხე რა ჩვენს მომავალს ვიცავ და ეს მომავალი ყველაფერს მოიცავს. აბსოლუტურად ჩვენს თავისუფლებას, პირისებას, სიკეთეს ადამიანობას, ყველაფერს რაც ჩვენთვის ვიფასია, ამისთვის ვქავართ ჩვენ აქ და ამას ვიცავ. ხო, რა უქმნის საფრთხეს, ანუ რა გადაწყვეტილებაა ესეთი, რაც დაინახეთ, რომ არის საფრთხის შემცველი ქვეყნისთვის? საფრთხის შემცველია, როცა ჩვენ ევროპის კარი გვეხურებდა. ეს არის ჩვენი ერთადერთი გამოსავალი. ხო, ჩვენ თუ სურს ნორმალურ საზოგადოებაში ცხოვრება, კეთილდღეობა, ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, ეს ევროპა სხვაგან ჩვენ ასეთ
იგვე გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე გჯერათ თუ არა კოპახის რომელიც დღეს თქვა რომ ჩვენ ახალ ადმინისტრაციასთან დავალაპარაკებთ ამ საკითხზეო. ეს რა თქმა უნდა სერიოზული სიგნალია და ვფიქრობ თუ რაიმე იმედები არსებობდა აი მათ შორის ვისაც კიდევ შეეროდა ამის აი ალბათ ისინიც უკვე უნდა მივხვდნენ რომ არანაირი გამოსავალი მათთვისაც არ არის სწორი ჩვენ ვისაც რაღაც აზროვნება გვაქვს და ვხვდებით რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ჩვენს დიდი ხანია ვიცით ხო რას ნიშნავს თავად ეს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკის მხრიდან ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობების გაუქმება და იმედია ვებით და ჩვენზე საზოგადოებაზეა დამოკიდებული რას გავაკეთებთ ახლა ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ და ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი მადლობა ეს ბამუკა ჯორბენაძე იყო ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტიდან რომელიც შემოუერთდა ასევე ამ შესწავლით ამ საპროტესტო აქციას თქვენ ხომ არ გეტყოდით რაიმეს იგივე ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება რას ნიშნავს ჩვენთვის ჩვენი ქვეყნისთვის თქვენ როგორ ხედავთ დიდი პარტნიორი ამერიკა საქართველოს და შეჩერება საფრთხეებთან საჭიროა რომ ახლა გამოფხიზდეს და კლასის სადვარ და ადამიანების მნიშვნელოვანი რაღაცები იმეულად შესაძლებელია რომ გადაიაროს მაგრამ ეს არის ჩვენი მომავლისთვის საჭირო სად ვართ ახლა თქვენი დაკვირვებით რა შეიძლება იწოდოს ამ მდგომარეობას რაშიც ახლა არის საქართველო ადვილი მისახვედრია იმიტომ რომ არც რაღაც გზა გასაყარზე ვართ ან იქით უნდა წავიდეთ ან აქით უნდა წამოვიდეთ ჩვენ ყოველთვის ბრძოლით ვიპოვებთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და ამჯერადაც ეგრე გიწევს რომ ბრძოლით უნდა მოვიდეთ ჩვენი მომავალი არ გზა გასაყარია რუსეთსა და ევროპას შორის მადლობა თქვენი სახელი აკაკიჯაში მადლობა თქვენ ისმენთ გზავნილებს ბათუმის საპროტესტო აქციიდან ბათუმში დღესაც ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ აქციას არ ყავს ვინმე კონკრეტული ორგანიზატორი მის ავანგარდში შეიძლება ითქვას არიან ძირითადად სტუდენტები რომლებიც დაიწყეს საპროტესტო მოძრაობა ბათუმში და არ მხოლოდ ბათუმში ბათუმის უნივერსიტეტის ფოიეში რამების თევის შემდეგ ეს საპროტესტო პროტესტი აღმოჩნდა გადამდები ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც და მას შეუერთდნენ სხვა სტუდენტები სხვა ქალაქში და დღეს ეს სტუდენტები არიან სწორედ ამ საპროტესტო აქციის ერთგვარი ორგანიზატორები რომლებიც ახლა აქ შეკრებილი ადამიანები უყურებენ თვალს ადევნებენ პარალელურად თბილისში მდინარე საპროტესტო აქციას ხაშკადუა საერთაშორისო გამარჯვება საქართველოს წარმომადგენელი ის მიმართავს ახლა ბათუმში საპროტესტო აქციაზე შეკრებილ
ამაში რატომ ყავს 700,000 სოციალურად დაუცველი ქვეყანაში? რატომ ყავს 100,000 ქვეყანაში? რატომ დიდებიან მხოლოდ მკვიდრები? რატომ ღარიბებიან მხოლოდ ღარიბები? მაშინ როცა უსახკაროები ხდებიან სახლების მიღმა. დღეს როდესაც საუბრობთ დემოკრატიაზე, რატომ ხდება რომ განიხსნება სხვანაირად მინისტრი და რატომ განიხსნება სხვანაირად ჩვეულებრივი მოქალაქე, რატომ დევნიან თავისუფალ სიტყვას, რატომ დევნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რატომ დევნიან მართალ სიტყვას, რომელიც შეიძლება დღეს 15 წლის გოგობიჭებით, ხანდახან 65 წლის ადამიანებით საუბრობდეს. დღეს როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თურქები პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, რატომ არის ყველა მსხვილი ბიზნესი ქართული ოცნების შემომწირველი? ხომ არ არის ეს კორუფციული გარიგება? თავის დროზე ვიფიქრდნენ, ვეუბნებოდნენ, რომ სამართლიანობა აღდგებოდა ამ ქვეყანაში. რატომ არის საზოგადოებრივი მაუწყებლები დაცებული? რატომ არის პროკურატურა, სასამართლო, ყველა უწყება მიტაცებული? რატომ არიან დასჩინებულები ჩემი კოლეგები, მასწავლებლები? რატომ არის რომ ადამიანებს ეშინიათ ჩოტებში ჩატევისას ყითვა განსხვავებული აზრის? ეს ქალაქი ტყუილად არ არის, მხოლოდ გეოგრაფიულად არ არის ქვეყნის კარიბჭე ევროპისკენ. ეს ქალაქი არის ნამუსი და სინდისი სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი ხანია. ეს ქალაქი იყო, რომელმაც სამასოზე გაუშვა რუსული კრიზისი. საქართველოს და დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია. ნესტორ ხვინტიას სტამბა იყო, რომელმაც დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ამიტომ არ გვაქვს უფლება ვიყოთ სულაც. ამიტომაც დღეს მეტნი ვართ ვიდრე გუშინ. ხვალ ვიქნებით უფრო მეტი. მიზანი არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. დასაქმებულებს, რომლებიც დგანან ხალხის გვერდით, გადასახადის გადამხდელების გვერდით, დგანან ექიმები, დგანან სასულიერო პირები, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. და მე მინდა რომ მიკროფონი გადავცე მედიცინის მუშაკებს, ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით იცავენ ჩვენ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ნათია გთხოვ რომ მოხდით. ძალიან მცირე გუნდი, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პროფესია, რომელსაც არ შეგვიძლია გავიფიცოთ. არ შეგვიძლია გავიფიცოთ, რომ თქვენ არ გიღალატოთ. ყველა შემიძლიათ იმის რომ გითხრათ მადლობა იმათ ვინც აქ ხართ. მოგმართად თქვენ მომართვა მინდა მიმართოთ ხალხს აქ არ არის დღეს. რატო არ არიან? რა უნდათ უდიპლომო ექიმები? უდიპლომო პედაგოგები განათლება მიიღო SCM სასწავლებელში, რომელსაც ევროპული გამოცდილება აქვს. თუ ექიმს, რომელიც ჩელაბინსკში სწავლობს, რამა გაიდლაინებს მიყვებიან მსოფლიოს წარმატებული ხალხი. აჭარის სამედიცინო საზოგადოება, ექიმები, ექთნები ვაკეთებთ პეტიციას, რომ წინააღმდეგობაში მოვდივართ
არაკონსტიტუციურ ხელისუფლებასთან. განათლებისთვის და მომავლისთვის ჩვენი ქვეყნის. ჩვენ ვერ ვიფიცებით, მაგრამ ვერ ვიჯნებით იმ უკანონობას, რასაც ხდება, სადაც ჩვენი შვილები იცემებიან კატასტროფული სისასტიკით. არც ერთი ექიმი არ ჩვენი პროფესია არის, რომ გადავარჩინოთ ადამიანები და მოვარჩინოთ ადამიანები. ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით და გავაკეთებთ ოფიციალურ სახელობით განცხადებას. და მინდა უფრო მეტი ექიმი და ექიმი დაუნახოთ ჩვენთან. რათია ძალიან დიდი მადლობა და მე აქვე მინდა თქვა რომ პრაქტიკულად ადამიანებმა Facebook ჯგუფებში კოვიდის დროს თქვენ ექიმებმა გადაარჩინეთ უამრავი 1000 ადამიანის სიცოცხლე, მაშინ როცა სახელმწიფო შეიძლება ვერ აკეთებდა თავის საქმეს ისე როგორც უნდა გაეკეთებინა და აქ უნდა აუცილებლად ვახსენო ერთი ექიმის სახელი და გვარი, რომელიც ამ სცენაზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის დღეს ბათუმში, სოფო ვერიძის, რომელმაც შექმნა უზარმაზარი ჯგუფი და სიცოცხლეები დაიცვა. ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისში, რომლებიც იდგნენ მაისში, აპრილში იქ და ეხმარებოდნენ ბავშვებს თვალდაწყვილს და დაწამლოს. რამდენიმე წუთის წინ გვაცნობეს, რომ ჩვენი თანამებრძოლების, თანამოქალაქეების სასამართლო პროცესი იწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოში და რა თქმა უნდა მე ძალიან მინდა რომ გთხოვოთ დავამხნევოთ ისური ვიდრო ჩვენ წავალთ ბათუმის საქალაქო სასამართლოსკენ სამოყვარო დავაბეროთ საქართველოს დაუმენ აქცია რა თქმა უნდა გაგრძელდება რაღაცა ნაწილი წავალთ აუცილებლად საქალაქო სასამართლოსკენ მაგრამ ვიცი რომ ჩვენ დღეს ძალიან დიდხანს ვაპირებთ აქ ყოფნას ბუნებრივია რომ ეს პროტესტი რომელიც არის აბსოლუტურად სამართლიანი ბრაზი რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია ვერაფერს ამაზე უკეთეს დღეს ჩვენ საკუთარ თავებს საკუთარ შვილებს საკუთარ მშობლებს საკუთარ ბედიაბაბუებს საკუთარ წინაპრებს ვერ დაუკეთებთ ამიტომ ნაწილი ვისაც სრული ეცნებოდა დარჩეს აქ ევროპის მოედანზე დარჩება, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი გავემართებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსკენ, სადაც მიდის ორი დღით. კი ბატონო, ყველა საბოლოო რეფორმების და დანიშნულების პუნქტი მაინც ეს არის. ამიტომ ბატონო ჩემო ერთი წამით. ბატონო ჩემო, ყველა ჩვენ ვართ დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება, ვისაც არ შეუძლია ფიზიკურად წავიდეს დარჩება აქ, ვისაც შეუძლია და საქართველოს გაუმენ! პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან როგორც მოიცემთ, უკვე დაანონსეს აქციის მონაწილეობა, რომ გადაინაცვლონ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, ხოლო ნაწილი დარჩება ბათუმში. ადამიანი და ხელისუფლების გარეთაც სამართლიანობისთვის იბრძოდა ქალბატონი ეკაბეცელია თხოვთ. საკონსტიტუციო სასამართლოში. ბათუმელებო და ალბათ არა მხოლოდ ბათუმელები არიან, აქ პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ მოვედით თქვენთანაც როგორც თავისუფლების ხმასთან. ადამიანებთან, რომელთაც განცდა, რომ სამშობლო არის დასაცავი. მე ადმინისტრაციას არ წარმოვადგენ, მაგრამ პრეზიდენტის წარმომადგენელი ვარ საკონსტიტუციო სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ახლა უმნიშვნელოვანესი როლი, რომ განიხილოს ის კონსტიტუციური სარჩელი, რომელთაც პრეზიდენტმა მიმართა და რომლითაც ითხოვს ამ არჩევნების
ბათილობას. სასამართლოს აქვს ახლა ერთადერთი და ალბათ ეს შანსი არასოდეს აღარ ექნება მეტჯერ ამ სასამართლოს ამ შემადგენლობას, რომ ეს ქვეყანა გამოიყვანოს ამ ძალიან მძიმე კრიზისიდან, იმ პოლიტიკური ჩიხიდან და კონსტიტუციურად გასული პროცესიდან, რომელიც ძალიან სახიფათოა. სახიფათოა, იმიტომ რომ მასაც ჩვენ უყურებთ ამ დღეების განმავლობაში. ეს არის წარმოუდგენელი სისასტიკე და წარმოუდგენელი უსამართლობა. მე მინდა ყველა თაობის წარმომადგენელს განსაკუთრებით ჩვენი შვილების თაობას, რომელიც გასაოცარ მაგალითს იძლევა გამდიდრების, სიმამაცის, თავისუფლების, სიხალისის, უშიშრობის, სამშობლოს სიყვარულის და მე შემდეგ ყველა თაობას, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს დგას სამართლიანობის მხარეს. ჩვენ უნდა დავიაზროთ, რომ ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი დრო, როდესაც არ შეიძლება სიჩუმე, არ შეიძლება იყოს მდუმარე და არ შეიძლება კონდეს პოზიცია, რომ ყველა მხარე დამნაშავეა. არ შეიძლება გამართლება ძალადობის და არ შეიძლება შენ თავში ვერ იპოვო ძალა, რომ თქვა, რომ უბრალოდ ამის მოთმენა არის შეუძლებელი. ჩვენ ძალიან მშვიდობიანად გვინდა ჩვენი სამშობლოს უკეთესი ხვალიდელი დღე. ასე იბრძოდა ჩვენი წინაპარი, ასე ვიბრძოდით ჩვენს წლების განმავლობაში და ესე იბრძვით ახლა თითოეული თქვენთაგანი და ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ეს გამდიდრება, ვისაც აქვს ეს სიმამაცე, რომ თვალი გაუსწოროს იმას, რომ დღეს არის სამშობლოსთვის მნიშვნელოვანი მომენტი და ეხლა სიჩუმე არის დანაშაულის ტოლფასი. ეს არის მშვიდობიანი კონსტიტუციური პროტესტი, როდესაც ჩვენ არ ვიღებთ უსამართლო შედეგებს. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა იყოს ცივილიზებული ოჯახის წევრი და ჩვენ არასოდეს არ მოვითმენთ, რომ მიწაზე გართხმულ ახალგაზრდებს წიხლებით შედგნენ და ჩვენ არასოდეს არ მოვითმენთ იმას, რომ ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ შვილებს, ჩვენს უფროს თაობას ღირსება შეუახლოს ვინმე. და ვინც ამას აკეთებდა, ყველა გავისტუმრეთ. და ვინც ამას აკეთებს, ამათაც გავისტუმრეთ. აქ არის ხალხის ხმა, მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა, ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი კონსტიტუციური ბრძოლა მოიტანს აუცილებლად შედეგს, იმიტომ რომ ქვეყანა არის გასული, უბრალოდ ეს ჯგუფი, რომელსაც მე ხელისუფალს ვუწოდებ, გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან. ჩვენ ყველანი ძალიან მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან პრინციპულად ამ პროცესს მივიყვანთ და აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე, უნდა დაინიშნება ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ამ ქალაქში ამ საკონსტიტუციო კონსტიტუციური სარჩელი ეს გამოიყვანს ამ კრიზისს და ეს გამოიყვანს ამ სიტუაციას ძალიან რთული ვითარებიდან. არ დავიღალოთ, არ შეგვეშინდეს, არ გავჩერდეთ, იმიტომ რომ როცა იბრძვი, უკვე გამარჯვებული ხარ. როცა გაჩერდები, უკვე მარცხდები. ჩვენ სამშობლოს ვიცავთ, ასე რომ ამაზე ღირებული ბრძოლა არაფერი არ არის, ასე ვიაროთ ერთად გამარჯვება. ჩვენს აქციებზე სამი მოთხოვნა ჟღერდებოდა. ჩვენ აბსოლუტურად სოლიდარულები ვართ და ვიზიარებდით დედაქალაქში მიმდინარე აქციების მოთხოვნებს, მაგრამ ბათუმმა აკაურმა სამოქალაქო საზოგადოებამ გააჩინა სამი მოთხოვნა. ეს იყო პირველი, უკანონო დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მეორე, აჭარის ტელევიზიაში თავისუფალი სტუდიური ეთერი და მესამე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის მიმართვის დაუყოვნებლივ განხილვა. ჩვენ მივაქციეთ პირველ გუშინ აჭარის ტელევიზიამ დაგვითმო ეთერი. ჩვენ ახლა უნდა გავემართოთ ბათუმის საკალათო სასამართლოსკენ, სადაც იმართება უკანონო დაკავებულების სასამართლო პროცესი და სოლიდარობა, პროტესტის ხმა აუცილებელია და მნიშვნელოვანია და მესამე, გარჩევა რა თქმა უნდა
გასაგებია ჩვენს სამართალს მოხდა. ამიტომ მოგიწოდეთ მეტროშერს დაგვიდგეთ წინ ბათუმის საკანონმდებლო სასამართლოსკენ. საპროტესტო აქციაზე როგორც მოისმინეთ დაანონსდა მსვლელობა ბათუმის საქალაქო სასამართლოსკენ, სადაც იმართება ეხლა სასამართლოს ხდომა. აქციაზე დაკავებული ადამიანების 8 ადამიანის დაკავებული სასამართლო პროცესი და სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციის მონაწილეები ეხლა მივიდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. დარჩენილ ჩვენს არხზე ნახეთ ჩვენი ვებგვერდები ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. იმართება ეხლა საქალაქო სასამართლოში. და უნდა გადავიდეთ ყველანი. მადლობა ყურადღებისთვის.